კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მშვიდობისა ხვალ შესაძლოა საქართველოს კიდევ 1 მილიონერი შეემატოს. საქართველოს ლატარიის კომპანიის ჯეკპოტი 300,000-დან მილიონ ლარამდე ორ თვეში გაიზარდა. ყველაზე იღბლიანი მოთამაშე ხვალ გამოვლინდება. მანამდე კომპანიის მესოურები წინა კვირის გამარჯვებულებს რეგიონებში ეწვნენ. როგორია მათი ისტორიები, სულ რა თანხა გასცა ლოტომ გათამაშების დაწყების დღიდან და ზოგადად ვინ თამაშობს საქართველოში ყველაზე აქტიურად ლოტოს. დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ საქართველოს ლატარიის კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ვიქტორ ვაჭარაძე და სავაჭრო მარკეტინგის მენეჯერი სულხან ლაცაბიძე. მადლობთ რომ მოგზანდით, მოგესალმებით დილამშვიდობისა. იმედია კარგ განწყობაზე ხართ, იმიტომ რომ ჯეკპოტი არის უპრეცედენტო ლოტოს ისტორიაში, თუმცა სანამ მილიონ ლარზე ვისაუბრებთ, მოკლე ისტორიული ექსკურსია ამ ორი თვის უახლესი ისტორია ლოტოსი. კი ბატონო, სიამოვნებით. ჩვენი პირველი გათამაშება მოგეხსენებათ შედგა 29 დეკემბერს 2009 წელს და ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ გამოვავლინეთ სადაც 6,300 ადამიანი გამარჯვებული სხვადასხვა საპრიზო კატეგორიებში, ხოლო მოგებულმა თანხამ შეადგინა 1,5 მილიონ ლარზე მეტი უკვე ამ პერიოდში. ხვალინდელ ჩვენ გათამაშებაში უკვე საპრიზო ჯეკპოტი შეადგენს 1 მილიონ ლარს, რომელიც არის საკმაოდ შთამბეჭდავი დამეთანხმებით და ველოდებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდევ 1 მილიონერი შეემატება ხვალ საქართველოს. მეც მინდა ამის იმედი ვიქონიო, თუმცა რაღაცა ისეთი გამოიკვეთა ტენდენცია, ასე ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი მოგებები გაიცემა რეგიონებში. ეს ბოლო კვირის ტენდენცია თუ ზოგადად იქ უფრო აქტიურად თამაშობენ? და დავამატებ უკაცრავად, მე მგონი სხვადასხვა მე მინახავს სხვადასხვა ლატარების გათამაშებაშიც ადრე ყოველთვის აქტიურობდა რეგიონები და ყოველთვის იმარჯვებდნენ რეგიონი. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. ალბათ იღბლიანები არიან შედარებით. გათამაშებაში მოგებულები გადანაწილდნენ ჩვეულებრივად. თბილისშიც ყოფილა გამარჯვებულები. ბოლო ორი გამარჯვებული იყო რეგიონიდან, დიდი თანხა ვინც მოიგო, სუსუბოლო ადამიანმა ზუგდიდელი არის, რომელმაც 105,000 ლარი მოიგო. ერთხელ მინდა მივულოცავ პიროვნებას ეს მოგება. თუმცა მოდით სანამ გავაგრძელებთ, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მათი პირველი ემოცია მოვისმინოთ. როგორ შეხვდნენ ამ გამარჯვებას და რა სიტუაციაში შეიტყვეს ამის შესახებ? ჩვენი სიხარულია. ასეა ჩვენი ამბავი. კიდევ ერთხელ გილოცავ. მოვიდა დილით და შემოყარი და მეუბნება. და 100,000 მოვიგეო და სახტად დავჭი და მე ვთხარი, კაი ბიჭო, შენ არ გაგისკდეს გული მეთქი. მე კი არ იმასკენი, ჩემი თავი ეს ისე იყო აღელვებული. კაი დედა, კაი რა მოხდა მეთქი, მე თუ მოიგე. ხამე ვერ მოვასწარი. არ ჯერო და ნამდვილად ალბათ მართლაც ძალიან დაუჯერებელია, როდესაც ეს მოულოდნელად, ყოველშორის ამ ადამიანს მე ვიცი რომ მქონდა 20 ბილეთი მანამდე ნაყიდი და ბოლო 2 ლარით უბრალოდ გადაწყვიტა რომ დაემატებინა 21. ბედიც ამ ადამიანს მქონდა, სწორედ იმ ერთმა ბილეთმა მოიგო. ხომ არ გადასულიყავი ზუგდიდში, სადმე რეგიონში. ზუგდიდში არა, მაგალითად თელავში იყო წინა გამარჯვებული. თბილისშიც არის საკმაოდ ბევრი გამარჯვებული. პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს, სად არის, იმიტომ რომ ჩვენი სავაჭრო წერტილები მოიცავს მთელ საქართველოს რეალურად. სადღაც 1500 სავაჭრო წერტილს შეუძლიათ მომხმარებელს შეიძინოს ლოტოს ბილეთები. ნებისმიერ დროს ახლა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, მომხმარებელს შეუძლია მივიდეს და შეიძინოს ხვალინდელი გათამაშების ბილეთები და მოუწოდოთ პრინციპში ყოველს რა მე შევიძენ ოჯახი. აუცილებლად და გააკეთეთ ეს დღეს და ნუ დაელოდებით მაინც და მაინც გათამაშების წინა პერიოდს, რომ რიგში დგომა არ მოუწიოს მომხმარებელს. და ასე რომ ყველა რეგიონში, თბილისში თუ სხვაგან საინტერესო თუ არსებობს რაღაცა ესეთი მონახაზი, რის მიხედვით იზრდება მომხმარებელთა რიცხვი. რა თქმა უნდა, ალბათ იმ თანხების მიხედვით, რომელსაც შეადგენს ჯეკპოტი, მაგრამ ამას აქვს მნიშვნელობა თუ თქვა დაწყების დღიდან რამდენი ადამიანს ყიდულობთ და დღესაც იმდენივე მომხმარებელი ყავს. ჯეკპოტი ზრდა პირდაპირ დამოკიდებული არის გაყიდვებზე. ჩვენი საპრიზო ფონდის 46.5% შეადგენს იმ გათამაშებისთვის გაყიდული ბილეთების თანხის 40%. ანუ სწორად გასაგებად რო ახსნათ ყოველთვის ისევ ბრუნდება საპრიზო ფონდში. გაყიდული თანხის 46.5% უკან ბრუნდება საპრიზო ფონდში, რაც იწვევს შესაბამისად მომდევნო გათამაშებისთვის მთლიანი საპრიზო ფონდის ზრდას. თანხის ზრდასთან ერთად ჩვენი პოპულარობაც იზრდება გამარჯვებულთა რაოდენობა და მოგეხსენებათ საქართველოს ყველას იცნობს და
რეალურად ეს ხალხი ხდება. ანუ მარკეტინგულად ადვილია ხო, რომ ესეთი რაღაცა გათვალო და გააკეთოს. რაც უფრო მეტი მოგებული ყავს, მით უფრო მეტად ადვილია. ძალიან საინტერესო არსებობს თუ არა რაიმე სოციალური სტატისტიკა, თქვა რა ტიპის ადამიანები მიენდობიან, ასე ვთქვათ, იღბალს აი ამ 7 თუ 6 ციფრს, ხო, თუ არ ვცდები. 6 ციფრი, მე-7 დამატებითი შანსი, რომელიც შეგიძლიათ მოიგოთ. პრინციპში განსაზღვრული ეს კატეგორია ხალხის არ არის ყველა თამაშობს ამ თამაშს. ასე კი რა თქმა უნდა ჩვენ 18 წელზე ზევით გვაქვს გახსნილი და ჩვენ უფლება გვაქვს 18 წელზე ზევით გავყიდოთ მომხმარებელზე ეს ბილეთები, ხოლო რაც შეეხება სოციალურ კატეგორიას, პრინციპში ყველა. იმიტომ რომ ესეთი თამაშია, როცა აბსოლუტურად ბედზე ხარ დამოკიდებული მიუხედავად შენი სოციალური სტატუსისა და დიდი შანსი გაქვს რომ გაიმარჯვა და მოიგო რაღაც სასურველი თანხა ან ჯეკპოტი, როგორც აღნიშნა სულხანმა, 57% უკან ჩაბრუნებული თანხისა გაყიდული ბილეთებიდან საკმაოდ დიდი შანსს აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს. ხო, ალბათ ისიც არის მთავარი, რომ არის ძალიან მარტივი. უბრალოდ იხდი თუ არცები 2 ლარს ერთ ბილეთში და მეტი ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ მიენდობი ბედს, მაგრამ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ როგორ შეუძლია თქვა თუ ვერ მოხდა ტელევიზორთან იმ მომენტში, როგორ შეუძლია გაიგოს მოგების შესახებ. ესე იგი, გათამაშება ტარდება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს საღამოს 10 საათზე, იმედისა და რუსთავის ეთერში. 9 საათამდე მთელი კვირის განმავლობაში შეუძლია ადამიანს იყიდოს ბილეთი, 2 ლარი ღირს, ძალიან მარტივი პროცედურა, სულ რაღაც 2 წუთს წაგართმევთ, ამოგიბეჭდებთ ჩვენი თანამშრომელი ბილეთს, რომელსაც 6 ციფრი არის თქვენს მიერ შერჩეული, ან ავტომატურად შერჩეული ბილეთები. ანუ ისევ და ისევ ბედის მომენტი. ან თქვენი ამორჩეული ციფრები არის ის ციფრი, რომლებიც მოგებას მოგიტანს. გათამაშების შედეგები როგორ უნდა გაიგოს მომხმარებელმა თუ მან ტელევიზორს ვერ მოხდა. ხო, ესე გათამაშების შემდეგ ზუსტად 1 საათში ჩვენი სისტემა დაათვლის ყველა მოგებულ ბილეთს, მოგებულ თანხებს და ეს ასევე გამოვლინდება ტელევიზიის საშუალებით. თუმცა არ არის აუცილებელი დაელოდო მაინც და მაინც ტელევიზიას, უკვე მეორე დილას ჩვენს ნებისმიერ სავაჭრო წერტილში საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლია ადამიანს მიბრძანდეს, იკითხოს მოგებული ბილეთების, ანუ მოგებული ციფრები რომელი არის და თუ ამ ბილეთმა რამდენი მოიგო. ასე პრესის საშუალებითაც გავრცელდება ეს ინფორმაცია, ჩვენ საიტზეც გავრცელდება. ასე რომ ნებისმიერ მომენტში თუ ადამიანი გრძნობს რომ მან მოიგო, შეუძლია მივიდეს და თუ მაინც ვერ ნახა ესე ვთქვათ შედეგები ვერ შეძლო ამ ყველაფერს. ჩვენ მივალთ ვეთყვით. შეუძლიათ ასევე დარეკონ 659-659-ზე, რომელიც არის ჩვენი ცხელი ხაზი და იქ პრინციპში მიეწოდებენ არა მარტო მაგ ინფორმაციას, ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ჩვენს კომპანიას, გაყიდვის წერტილებს, გათამაშებულ ციფრებს და ასე შემდეგ. როგორ გამართული სისტემაა, მე შეკითხვებიც კი აღარ რომ არ გინდოდეს მოგება, მაინც მოგაგებია. თან არა აუცილებელი, მაინც და მაინც მომდევნო გათამაშებამდე მიხვიდე და მოითხოვო შენი თანხა მთელი თვის განმავლობაში. აკადემიის საშუალება გადაავიწყდა ხელიდო თუ არ გაახსენდა და მილიონი არ დავივიწყოთ, ხვალ უნდა გამოვლინდეს მილიონერი. ხო არ გამოვლინდა და ჯეკპოტი კვლავ არ გათამაშდა. მე მოვიგებ აუცილებლად. შენ თქვა ვაპირებ მოგებას. იმედა მაპატია ერთი წამი. რა მოხდება შემდეგ? ანუ დაახლოებით რამდენი შეიძლება კიდევ გაიზარდოს ჯეკპოტი? ისევ და ისევ გაყიდვებზე არის დამოკიდებული, ისევ და ისევ 57%-მდე ჩვენ მთელი გაყიდვების დაბრუნდება საპრიზო ფონდში და ჯეკპოტი შესაბამისად გაიზრდება. გაყიდვების 21.6% მიდის სადღაც კარგ საქმეში, როგორც იცი, სად? კულტურისა და სპორტის განვითარებას ხმარდება. ეს ეროვნული ლატარის პრინციპი არის ეს. ვალდებულება არის ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, რომ გაყიდული, ანუ შემოსული თანხიდან, გაყიდვებიდან შემოსული თანხიდან ჩვენ 21.5%-ს გადავიწყოს კულტურის ძეგლთა სპორტის სამინისტროში, რომელიც მოხმარდება პროექტებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ. მე მაგალითად ბევრი ახალი რაღაც შევიტყო ლატარიის შესახებ. ჩვენ სტუმრებს დავამშვიდობებით. რეკლამის შემდეგ კი ტატო ტყეშელაშვილის რეპორტაჟი გერლით გუდაურიდან, ექსტრემი და გართობა, ასე რომ არ გადაიხდეთ.